ჩემი ვალია არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება. გადავწყვიტე მოვდივარ. თეატრი არც უფერული მსახიობის კუთვნილება, არც ოლივერის და არც პატარა ტკიპების. მართლა როგორც მურმანივით შეასია თეატრს. კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს ამ უზურპატორებს გავუსწორდე. რა სტატუსით ბრუნდება რეჟისორი თეატრში, რომელიც მისი აზრით ქართველების ერთადერთი თეატრია? მთავარ კითხვას რობერტ სტურუა გადაცემის მეორე ნაწილში უპასუხებს. მანამდე, რატომ გადაიდო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაია ფანჯიკიძე? გადაცემის ბოლოს ახალი ხელისუფლების მთავარი გზავნილების შეფასებით ხათუნა ლაგაზიძე გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრი უპასუხებს აღამშვიდობის საკალბატონია. დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისი ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი იყო ნოემბრის ბოლოს და მე მახსოვს თქვენი განცხადებების, რომ თითქოს არაფერს ხელი არ უნდა შეეშალა, გადაიდო მომავალი წლისთვის. რა არის ამის მიზეზი? მოდით ამით დავიწყოთ. ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, დაგეგმილი ნიშნავს, როდესაც ზუსტად არის უკვე თარიღი განსაზღვრული, როდესაც არის უკვე შეხვედრები განსაზღვრული, ასეთი დაგეგმვა არ ყოფილა. იყო სავარაუდო თარიღი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ნოემბრის ბოლოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი საქმეა ქვეყანაში, ძალიან ბევრი რამ არის დასალაგებელი, რაც იმაზე უფრო შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ყველას გვეგონა. ეს არის იმის მიზეზი, რომ ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, რომ ეხლა არ მიატოვოს თბილისი. რადგანაც ამერიკაში არ შეიძლება წახვიდე ერთი დღით, ეს არის უფრო ხანგრძლივი რამ, მარტო წასვლას და ჩამოსვლას სჭირდება თითო დღე და ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნება ეს ვიზიტი განხორციელდეს 2013 წელს. ალბათ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონეზე იქნება შეხვედრები. არის თუ არა მნიშვნელოვანი ის, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდეს ამერიკის პრეზიდენტს და თუ არის საერთოდ ასეთ შეხვედრაზე საუბარი? რასაკვირველია, ბატონი ბიძინა გახლავთ ქვეყნის პირველი პირი, გამარჯვებული არჩევნებში, რომელიც არამხოლოდ მთავრობას მეთაურობს, არამედ მისმა პოლიტიკურმა ძალამ დააკომპლექტა ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაც, აქედან გამომდინარე სრულიად ბუნებრივია, რომ მისი შეხვედრები გაიმართოს უმაღლეს დონეზე. არაერთი შეკითხვა იყო დღეს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის განსაკუთრებული ინტერესი არის რუსეთთან მიმართებაში, ანუ როგორ უნდა განვითარდეს ამ ქვეყანასთან ურთიერთობა. ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ერთგვარად იმედგაცრუებულია იმითაც, რომ მის მიერ რუსეთთან ურთიერთობაში პირადი წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას რუსეთის ადეკვატური გამოხმაურება არ მოჰყოლია. საინტერესოა, რა იქნებოდა თქვენი აზრით ადეკვატური გამოხმაურება, რას ჩათვლიდა მთავრობა ადეკვატურ პასუხად რუსეთის მხრიდან, თუმცა მოდით ამ შეკითხვას პასუხი გავცეთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა. საგარეო საქმეთა მინისტრი უპასუხებს მთავარ კითხვას, ქალბატონო მაია ხანძლივი სარეკლამო ბლოკის შემდეგ გავიმეორებ ჩემ შეკითხვას. რუსეთს შეეხებოდა ჩემი შეკითხვაც და ის შეკითხვებიც, რამდენიმე შეკითხვა, რომელიც დაუსვეს დღეს პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ერთგვარად იმედგაცრუებულია იმით, რომ მის მიერ რუსეთთან ურთიერთობაში პირადი წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას ადეკვატური პასუხი არ მოყვა რუსეთის მხრიდან. რა იქნებოდა, რას მიიჩნევდით ადეკვატურ გამოხმაურებად? ზურაბ აბაშიძის დანიშვნაზე რუსეთიდან რეაქცია იყო, რომ ეხლა რუსეთი მოელის კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოსგან. ჩვენ გვიმიგოჩნია, რომ ზურაბ აბაშიძის დანიშვნა სწორედაც რომ იყო კონკრეტული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, ჩვენც უფრო კონკრეტულ პასუხს ველოდით და არა ისევ მოლოდინს რუსეთის მხრიდან. სხვათა შორის გაკვირვება კი გამოიწვია ამ რეაქცია, მაგრამ არც თუ ისე დიდი, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ურთიერთობა ძალიან დაძაბულია და ამ დაძაბული ურთიერთობის ფონზე ერთბაშად რაღაცა განსაკუთრებული მოვლენის მოლოდინი არავის არ ქონია. ამიტომ ჩვენ წყნარად მივიღეთ ეს პასუხი და ვიფიქრეთ, რომ გავა რაღაც გარკვეული დრო, არის კიდე რაღაც პატარ-პატარა მინიშნებები, პატარ-პატარა განცხადებები, არის შანსი იმისა, რომ ქართული ბიზნესი დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე და ყველაფერი
ყველაფერმა ამან შეიძლება შემდეგ ლოგიკურად გამოიწვიოს კონკრეტული ნაბიჯი რუსეთიდან. სწორედ ბიზნესის დაბრუნებასთან დაკავშირებით ვაპირებდი და მესვა შეკითხვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს არ იყო საკმარისი შემხვედრი ნაბიჯი თქვენთვის ყოველ შემთხვევაში ურთიერთობის დასაწყებად? რასაკვირველია და ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს არის ძალიან კარგი, რადგანაც ეს გამოიწვევს ეკონომიკაში ცვლილებებს, დადებით ცვლილებებს საქართველოს ეკონომიკაში, რამაც შემდეგ სამუშაო ადგილები უნდა მოიტანოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ აქეთ არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა, რომ ბიზნესის დაბრუნება მოხდეს რუსეთში. მოგეხსენებათ, რუსეთის ბიზნესს ძალიან კარგი პირობები ჰქონდა შექმნილი საქართველოში და პირიქით ბაზარი ჩვენთვის სრულიად დაკეტილი იყო. ამას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, ეს მხოლოდ ბიზნესის მიმართულებით არ ყოფილა, თუმცა ჩვენ დასაწყისში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეკონომიკური ვაჭრობის და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების იმედი გვაქვს, არამედ ეს შეიძლება და უნდა იყოს კიდევაც ასე, რომ მომავალში გადაიზარდოს პოლიტიკურ დიალოგშიც. თუმცა არ არსებობს ამ ეტაპზე არანაირი ოფიციალური ურთიერთობა, ხომ ასეა? დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, თორემ ურთიერთობაა ჟენევის ფორმატი, რასაკვირველია, სადაც რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ანუ დიპლომატიური ურთიერთობის გარდა არსებობს სხვა სახის ურთიერთობებიც, რომელთა ჩანასახოვანი მდგომარეობა არსებობს და ჟენევის ფორმატი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც სწორედ პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ურთიერთობები შეიძლება არსებობდეს კიდევ მეორე არხითაც და ეს მეორე არხია სწორედ ბატონი ზურაბ აბაშიძის დანიშვნა და ამ მეორე არხის გახსნა იყო ჩვენი მხრიდან ახალი ინიციატივა, რომელზედაც ადრე თუ გვიან დარწმუნებული ვარ ადეკვატური პასუხი იქნება. რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, დეკემბერში არის დაგეგმილი შემდეგი რაუნდი, როგორც გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ჰქონდა შეხვედრა, შეიცვალა საქართველოს მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელი, კიდევ რას შეცვლით ამ ფორმატში? რა შეიძლება უკვე მიდგომების თვალსაზრისით საქართველოს მხრიდან? მართალი ბრძანდებით, მოლაპარაკებებს გაუძღვება ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და გარდა ამისა, ყველა იმ უწყებიდან, რომელიც ჩართულია ფორმატში, იქნება ახალი წარმომადგენელი. ეს თავისთავად უკვე სიახლეა და სიახლე ყოველთვის დადებითია ასეთ შემთხვევაში და არის გარკვეული იდეები, რითაც შეიძლება ჟენევის ფორმატში რაღაცა კონკრეტული შედეგები მივიღოთ. ამ იდეების შესახებ ჯერ ადრეა ლაპარაკი, ჩვენ ამაზე მსჯელობთ. ეს დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, მოგეხსენებათ 21 რაუნდია ჩატარებული და ფაქტიურად ყველა რაუნდის შემდეგ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ მიაღწიეს, ვერაფერზე განსაკუთრებულზე ვერ შეთანხმდნენ. აი ახლა ამჯერად, როდესაც უკვე ახალი ხალხი იქნება იქ, ახალი ინიციატივები იქნება, ახალი იდეები იქნება, არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა ხელშესახები შედეგი მივიღოთ. ბიზნიევანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ევროპულმა ვიზიტმა მას აჩვენა, რომ ბევრი სამუშაო და პრობლემები გაქვთ. რას გულისხმობდა ის პრობლემებში? რა გაჩვენათ კონკრეტულად ევროპაში ვიზიტმა? ხომ არ გულისხმობდა იმასაც, რომ ყოფილი ხელისუფლების თქვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტებს საკმაოდ სერიოზულად ჰქონდათ ნამუშევარი და თქვენ ეს შედეგი ნახეთ, როდესაც ჩახვედით ევროპაში? რასაკვირველია, წინა ხელისუფლებას 9 წლის განმავლობაში ჰქონდა საშუალება, რომ დაემყარებინა კონტაქტები და მიეტანა თავისი გზავნილები მათ ყურამდე, ვისთანაც ისინი თანამშრომლობდნენ. ეს რასაკვირველია არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროპაში ძალიან კარგად იციან, თუ რა არის ახალი ხელისუფლების, ახალი პოლიტიკური ძალის მიზნები, ამოცანები, მისი ფილოსოფია, მისი კონცეფცია ქვეყნის მართვისა. და ეს ამას ყველაფერს ისინი 1 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაშინ როდესაც იყო საარჩევნო კამპანია, ხოლო ეხლა, როდესაც ჩვენ ვიყავით ბრიუსელში, ამან ყველაფერმა უფრო კონკრეტული სახე მიიღო. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია გასაკეთებელი და საქმე ძალიან ბევრია, ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ იქ უკვე ძალიან კონკრეტულ საქმეებზეა ლაპარაკი, რაც იგულისხმა ბატონმა ბიძინამ, თქვენ მოგეხსენებათ ევროკავშირთანაც და ნატოსთანაც, ჩვენ გვაქვს ეხლა ძალიან ბევრი ვალდებულება აღებული თანამშრომლობის კუთხით და ამ ვალდებულებებს ყველაფერს შესრულება უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გრაფიკი არ დაირღვეს და ყველაფერი ჩატარდეს ისე, როგორც არის დაგეგმილი ევროკავშირისა და ნატოს მიერ და ყველაფერი ამაზე არის ძალიან ინტენსიური მუშაობა საჭირო. რადგანაც ჩვენ გადმოვიბარეთ ყველაფერი, მაგრამ რასაკვირველია ამ თემებში, ამ საქმეებში შესვლა მოითხოვს გარკვეულ დროს
და ყველაფერ ამას ჭირდება ძალიან დიდი მუშაობა. სწორედ ეს არის იმისი მიზეზი, რომ ეხლა ყველანი დილიდან დაღამებამდე მუშაობთ, ხვალაც, როდესაც არის გიორგობა, სხვა შორის ულოცავთ თქვენს მაყურებელს წინასწარ, შაბათ-კვირასაც და ასე გაგრძელდება ალბათ საკმაოდ დიდხანს. სწორედ ამ ვიზიტის დროს მოისმინეთ თქვენ შეფასებები დაპატიმრებებთან დაკავშირებით, იყო ნატოს გენერალური მდივნის შეფასება, იყო შეფასება საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, სადაც საუბარი იყო პოლიტიკურ ოპონენტებზე. ეს ფრაზეოლოგია იყო გამოყენებული ამ შეფასებებში. ამ კონტექსტში შეგვიძლია ვისაუბროთ ფილიპ გორდონის ვიზიტზე საქართველოში. თქვენი აზრით რისი ბრალია ის, რომ სწორედ ასეთი შეფასებები გაკეთდა მათი მხრიდან? დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ამას წინათ ერთ-ერთ ეთერში აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები პიარში, საგარეო პიარში, როგორც იყო ყოფილი ხელისუფლებაო. შეიძლება ესეც იყოს მიზეზი, მაგრამ მთავარი ჩემთვის სხვა რამეა, როდესაც ჩვენ მქონდა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ბატონ რასმუსენთან, ამ შეხვედრის განმავლობაში ბატონმა ბიძინამ მას შესთავაზა, რომ თუ კი არსებობს რაიმე კითხვები და გაუგებრობა, შეიძლება ნატომ გამოგზავნოს რაღაცა სახის ჯგუფი, რომელიც დააკვირდება იმას, თუ როგორ გამეთერში გააკეთა მას შეხვედრამდე ჯერ კიდევ ეს შეთავაზება. ეს მას გაუმეორა პირისპირ შეხვედრისას, რაზედაც ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ იგი ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს, რომ ასეთი ჯგუფის შექმნა იყოს აუცილებელი, რადგანაც იგი ჩვენთან საუბარში დარწმუნდა, რომ ეს ხელისუფლება მონდომებული აღადგინოს სამართლიანობა ქვეყანაში და გამჭვირვალედ ჩაატაროს მთელი პროცესი. ეს მან შემდეგ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა, რომ იგი ენდობა ხელისუფლებას და ვერ ხედავს დამატებითი ინსტრუმენტის შექმნის აუცილებლობას. მე ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენ არ გვიცნობდნენ, ეს იყო ჩვენი პირველი ვიზიტი, სულ რაღაც 2 კვირის მოსულები ვიყავით ხელისუფლებაში და 2 კვირის დაკავებული ქონდა ეს პოსტები. ეს არის სრულიად ბუნებრივი, მათ დრო ჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენ გაგვიცნონ, გაანალიზონ ჩვენი პრინციპები, გაანალიზონ ჩვენი მოქმედებები და ძალიან მალე ისინი მიხვდებიან, რომ ეს ხელისუფლება არის მონდომებული, რომ ფუნდამენტურად შეცვალოს ერთი რამ ამ ქვეყანაში. ის რომ არ იყოს სამართალი და ეხლა აღადგინოს სამართალი. რაც იმას ნიშნავს, რომ უდანაშაულო ადამიანები არ უნდა მოხვდნენ ციხეში და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა ამ სფეროში და ჩვენ ამ ამოცანის ერთგულები დავრჩებით. თუ კი აი ობიექტური გამოძიების შედეგად მივა საქმე კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებამდე. ამ შემთხვევაში როგორ აპირებთ დაარწმუნოთ დასავლეთი იმაში, რომ ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშწორება, არამედ ეს არის რეალური გამოძიების შედეგი? სწორედ იმითი, რომ რეალური გამოძიება მოითხოვს მტკიცებულებებს, ეს მტკიცებულებები თუ არ იქნა და შეიძლება ვიღაცაზე ძალიან დიდი ეჭვი არსებობდეს, რომ დამნაშავეა, იყოს საზოგადოებრივი აზრი შექმნილი, მაგრამ არ იყოს მტკიცებულებები. ის ადამიანი იქნება თავისუფალი, თუ კი მტკიცებულებები არ იქნება, ხოლო თუ მტკიცებულებები გაამყარებს რაიმე ბრალდებას და იმ ეჭვს, რომელიც შეიძლება არსებობდეს, მაშინ რასაკვირველია მართლმსაჯულებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. მე მგონი, რომ ეს ძალიან მარტივია და აქედან გამომდინარე, ვინც ღრმად ჩაიხედავს და დაინტერესდება ამ პროცესებში, დაინახავს, რომ დაუსაბუთებლად არაფერი არ ხდება და სამართალი ზეიმობს ამ ქვეყანაში. ახლა რაც შეეხება ვიზიტების თანამიმდევრობას, დღეს არ გამორიცხა ბიძინა ივანიშვილმა, რომ შესაძლოა მომდევნო ვიზიტი, რა კი ამერიკაში ვიზიტი გადაიდო, შედგეს აზერბაიჯანში. რატომ შეჩერდა აზერბაიჯანზე არჩევანი? ანუ რა პრიორიტეტები განსაზღვრავს თქვენს თანამიმდევრობას ვიზიტების? და ხომ არ გამოიწვევს ეს მაგალითად გარკვეულ უკმაყოფილებას სომხეთის მხრიდან, თუ კი ვიზიტი პრიორიტეტული ვიზიტი, მეორე ვიზიტი პრეზიდენტის უკაცრავად პრემიერ-მინისტრის იქნება აზერბაიჯანში. არ მგონია ეს ასე იყოს, არსებობს რაღაცა გარკვეული პრინციპები დიპლომატიაში, რის მიხედვითაც იგეგმება ვიზიტები და ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი არის სწორედ მეზობელი ქვეყნების მონახულება. აზერბაიჯანი გახლავთ ჩვენი ძალიან სერიოზული პარტნიორი, ძალიან კარგი მეზობელი, რომელთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ბევრი რამ გვაკავშირებს, მათ შორის ეკონომიკის კუთხით, იცით რომ გაზის, ნავთობის და ასე შემდეგ კუთხით ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მეგობრულ მეზობელ სახელმწიფოში გამგზავრება არის სრულიად ბუნებრივი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ეს არის ძალიან ახლოს და შეიძლება იყოს ერთდღიანი ვიზიტი და არ წაიღოს იმდენი დრო, რაც ჭირდება უფრო შორს გამგზავრებას. მას აუცილებლად მოყვება ვიზიტი სხვა მეზობელ ქვეყნებში, 2 დარჩა, სომხეთი და
თურქეთი და ამქედან გამომდინარე ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ეს სრულიად ბუნებრივი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ვიცი რომ არის ბევრი შეხვედრა ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მოდით პირველ რიგში მიპასუხეთ შეკითხვაზე ზუსტად რა იგულისხმება ლიბერალიზაციაში და შემდეგ მივალთ თუ არა საერთოდ უვიზო რეჟიმამდე და როდის შეიძლება ეს იყოს შესაძლებელი. საბოლოო ამოცანა რასაკვირველია ეს არის, მაგრამ ეს ამოცანა არ განხორციელდება მალე. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, თუ კი ამ ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დამთავრდება წელს და დამთავრდება ვილნიუსში 2013 წლის ნოემბერში სამიტის წინ. ასე რომ იმისი თქმა რომ ჩვენ ახალი წლიდან უვიზოდ წავალთ ევროპაში, ეს იქნება ტყუილი და ამას ჩვენ რასაკვირველია არ ვიტყვით, ისე როგორც ამას ამბობდა ხელისუფლება. მე მოვისმინე მსგავსი განცხადება სექტემბერში არჩევნების წინ, რომ ჩვენ ახალი წლიდან უვიზოდ ვივლიდით ევროპაში. ლიბერალიზაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს, გარკვეული ტიპის პასპორტებზე ეს ლიბერალიზაცია უკვე მოქმედებს, მაგალითად დიპლომატიური პასპორტით უკვე ვიზა აღარ არის საჭირო შენგენის ქვეყნებში, მაგრამ სანამ მივალთ საბოლოო მიზნამდე, რომ სრულიად თავისუფალი იყოს მიმოსვლა, იქამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. სხვათა შორის ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ჩვენ ქვეყანაში. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ. არა მარტო იმიტომ, რომ ვიზის ლიბერალიზაცია მივიღოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ძალიან დარღვეული იყო გასული წლების განმავლობაში საქართველოში და ესეც სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი ელემენტია. და რუსეთის თემას რომ დავუბრუნდეთ, პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა ის, რომ შესაძლებელია სხვა ქვეყანაში, სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, მან ასე თქვა, შედგეს შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. რა დონეზე დაიგეგმება ასეთი შეხვედრა? შეიძლება ასეთი რამ შედგეს, შეიძლება ეს იყოს რომელიმე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, სადაც იქნება საქართველოს დელეგაციაც და იქნება რუსეთის დელეგაციაც. არაფერი კონკრეტული ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის, მაგრამ წლის კალენდარში, მსოფლიო კალენდარში მრავლად არის ასეთი საერთაშორისო ფორუმები, სადაც თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია. რასაკვირველია, ამას მუშაობა ჭირდება და ამას ჭირდება ორმხრივი ნება. ზურაბ-აბაშიძის დონეზე შედგება ეს შეხვედრა თუ დაუშვებთ იმას, რომ პრემიერ-მინისტრით შეხვდეს დაუშვათ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს რუსეთში? ვერ გეტყვით ახლა, გააჩნია იმ ვითარებას, რომელიც იქნება შექმნილი კონკრეტული ასეთი ფორუმის წინ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. თავარ კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობდა, არ გადართოთ რამდენიმე წუთში რობერტ სტურუა იქნება ჩვენი სტუმარი. რობერტ სტურუა უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშიდობისა, ბატონო რობერტ. გამარჯობათ. რამდენიმე დღის წინ Facebook-ის გვერდზე დაწერეთ, რომ ბრუნდებით რუსთაველის თეატრში და რომ ეს თქვენი ვალია არმიატოვოს სახლი, სადაც 50 წელი გაატარეთ. ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე ჩემი სტუმარიც იყავით, მაშინ თქვენ ამბობთ, რომ ჯერ არ ხართ მზად დაბრუნებისთვის. რა შეიცვალა ამ ერთ თვეში? ეს თვე იყო საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერი დაგესრულებინათ, სადაც იყავით და უკვე მოგცემოდათ საშუალება დაბრუნდეთ მშობლიურ თეატრში. როცა მივატოვე თეატრი, ახლა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავ. მაინც ახლა 50 წელი თუ გაატარე თეატრში, სადმე სახლში, რასაკვირველია გული გტკივა მაინც. და ამ სისწრაფემ, ასე თქვათ, გადაწყვეტის. საერთოდ მე როცა რაღაცას წყვეტ, წინასწარ არასოდეს ვფიქრობ. აი ხშირად მითქვია, რომ პიესებს ვირჩევ ასე, რომ დავწერ პატარა ხაღალდებზე პიესის სათაურებს, თუ ბევრი მაქვს ასარჩევი და ვერაფრით ვერ ავირჩიე ერთი და როგორც ლოტარიაში ქუდიდან ვიღებ იმერც. უდაგითხრათ, არ გეწყინოთ და ბოდეშ გიხდით ყველას იმ საღამოს, მე დაბრუნდი სახლში ოდნავ შეზარხოშებული. მივიჯექი კომპიუტერს და ეს გადაწყვეტა იყო სუფთა ემოციური ყაიდის. და მე ხა როცა აიტყვი რაღაცას უკან დახევა ცოტა რთულია. ეხლა გითხრათ რომ მზად ვარ დაბრუნებისთვის მთლიანად ვერა, მაგრამ მე მგონია მაქვს საშუალება და დრო, რომ ის აზრები, რომელიც ამ ერთი წლის მანძილზე და ცოტა მეტიც კი დამებადა, დამიგროვდა, საკმარისია რომ მოვიდე თეატრში. მაგრამ აქ გარკვეულ პირობებს ვამ მე, იმიტომ რომ თუ შეიძლება რომ სხვა რეჟისორები
ითავსებდნენ რა ქვია მართველის და სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს მე ამ პირობით დავბრუნდები, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ მარჯანიშვილის თეატრში იყო ასეთი დავა და კამათი რომ უსათოდ სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს რეჟისორი და მithumetes ჩვენს თეატრში სადაც ასეთი ტრადიცია ხო ყველაზე გენიალური ქართული რეჟისორები მუშაობდნენ ჩვენთან. მე ჩამოთვლელი მაქვს მე ყველა ეს არის კოტე მარჯანიშვილი, ახმეტელი, დოდო ალექსიძე, მიშა თუმანიშვილი, ცხარტიშვილი. მიშას ერთგულებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია საზოგადოებაში. ხო ვიცი, მითხეს რომ და დაგეწერა გვარიცო. და ამიტომ ახლა მე ასეთი პირობა დავსვი ძალიან ესეთ თხოვნით. მინდა კიდე ბოდიში მოვხადო სხვა თეატრებს იქ ისე ცოტა სხვანაირად აღჟღერდა ჩემი ბოლო ფრაზა ერთადერთი თეატრია, ქართული თეატრი, წარმომედგენია რა საშინელი ეფექტი მოახდინა სხვა თეატრებში. მე გულისხმობდი რომ აი რაღაცნაირი ის არის ბუდე, სადაც ყველაფერი იბადება, ასე მეჩვენება. რომ ჯერ ერთი პირველი თეატრი რომელიც დაარსდა საქართველოში იყო ჩვენი თეატრი, რომელიც მერე შეარქვეს ამ თეატრს რუსთაველის თეატრი. ასე რომ ნახოთ როგორ იქნება მომავალი. თქვენ მაშინ, როდესაც ფიქრობდით დაბრუნდეთ თუ არა, როდესაც ჯერ არ გქონდათ გადაწყვეტილება მიღებული, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდით იმას, რომ ალექსანდრე კალაგინის თეატრი ეტსეტერას სამხატვრო ხელმძღვანელს ვერ მიატოვებდით, რადგან სწორედ ის დაგიდგათ ყველაზე მძიმე პერიოდში გვერდით და მან შემოგთავაზათ ერთ-ერთმა პირველმა თანამშრომლობმა. თუ გქონდათ მასთან უკვე საუბარი იმაზე, რომ ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებას? იცით რომ მოვდიოდი აქ ის როგორც გამოცდილი თეატრის ადამიანის, რომელმაც არანაკლები წლები გაატარა თეატრში, იცოდა რომ შესაძლოა რომ მე დავთანხმდები დაბრუნებაზე. მithumetes აქ შეიცვალა მკვეთრად სიტუაცია და მითხრა რომ მე მესმის რომ შეიძლება თქვა ხო, მაგრამ იცოდეო რომ ეს წელიო თლიანად უკვე ჩვენთან დაგეგმილია შენი მუშაობაო და იყავი იქაცო და აქაცო. მე ვთქვა ეს ცოტა არასერიოზულია. მაშინ დადგი სპექტაკლები, როგორც ადრე დგამდი, რომელიც უნდა დადგა ჩვენთან გეგმასთან შეთანხმებით, ჩვენი გეგმების რო არ დაირვანო და იქაც სიმუშავეო. ეხლა როგორც კი მოხდა ეს ამბავი და გავრცელდა ჩემი გადაწყვეტა, მეორე დღეს დამირეკეს შეშინებულებმა, ეხლა შეშინებულებმა ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც აღელვებულებმა და მელაპარაკეს და მე ვთხარი, აი როგორც ჩვენ ამბობდით, ალბათ ისე მოვიფიქრებთო. მithumetes რომ ეხლა ისინი ჩამოდიანთ. ალბათ ქართულ მაყურებელმა იცის რომ 30-ში და 1 დეკემბერს არის ქარიშხალი შექსპირის, რომელიც მე დავდგი და 5-6-ში სუბოლო სპექტაკლი პრაქტიკულად პრემიერა. არა უშავს რა ადგილი ძაღლების გამოსაკვებად. და კარგი ადგილი კი მოგინახიათ ძაღლების გამოსაკვებად. და ამიტომ აქ გადავწყვეტ ალბათ ყველაფერს რაღაც დავადგენთ. ჯერ პასუხი მთლად ამემიღია. ბევრი საკითხები, რომელიც აქ უნდა მოვაგვარო. რაც შეეხება კულტურის მინისტრის მიესალმა თქვენს დაბრუნებას, თუმცა არ ყოფილა დაკონკრეტებული მისი მხრიდან რა პოზიციაზე დაბრუნდებით ზუსტად. თუ გქონდათ შეხვედრა და თუ არის უკვე ჩამოყალიბებული, რომ იქნებით სამხატვრო ხელმძღვანელიც და რეჟისორიც ამავდროულად თეატრის, თუ არის რაიმე სხვა ვარიანტებზეც მსჯელობა? არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ მე მაინც მირჩევნია რომ იყოს ასე, იმიტომ რომ აი პირველი პერიოდი მაინც როცა ესეთი ყველაზე რთული იქნება, მქონდეს უფლებები მეტი ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელს აქვს. მე გულისხმობ მართველს. საერთოდ ეს მართველი უცნაური ფიგურაა ქართულ თეატრში, იმიტომ თითქმის ცენზორს გავს, იმიტომ რომ ყოფილმა მთავრობამ ეს ამიტომ დააწესა კაცი, რომელიც მიხედავდა
სამხატვრო ხელმძღვანელს რომ ძალიან არ გაეფრინა, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით და ეხლა მზადდება ახალი კანონი თეატრს და სანამ ეს კანონი ამოქმედდება მე შევითავსებ ამ ორ იმას თანამდებობას. როდიდან მოხდება ეს კონკრეტულად გაქვთ უკვე განსაზღვრული? არა, ეს უკვე დამოკიდებული არა ჩემზე, არამედ კულტურის სამინისტროზე, მინისტრთა საბჭოზე და ასე შემდეგ და ბოლოს ხალხსაც რაღაცნაირად უნდა კითხოთ. ყველასთან შეძლებთ ბატონო რობერტ მუშაობას, ვინც დაგხვდებათ რუსთაველის თეატრში? პრინციპში ყველასთან, იმიტომ რომ ახლა მსახიობი არის ადამიანი, რომელსაც მე ყოველთვის პატიობ, იმიტომ რომ ის ისეთი უცნაურ მდგომარეობაშია, პრაქტიკულად ის არის როგორც დამონებული ადამიანი, უცდის როლს, დაუშვათ ახალგაზრდა კაცი, როცა ითამაშებს ხამლეტს, სანამ მიაღწევს იმ ასაკს, როცა შეუძლია უკვე შესთავაზოს სამხატვრო ხელმძღვანელს ჰამლეტი დამიდგითო, ის უკვე ბერდება და უკვე ჰამლეტის თამაში აღარ შეუძლია. ამიტომ ასეთი რამ ხელოვნების მუშაკთა შორის იშვიათია, რომ შენ ზიხარ და უცდი ადამიანის გადაწყვეტას, რომელსაც 1 წლით და მეტი ისწავლა ინსტიტუტში. იმიტომ რომ მსახიობი 4 წელს სწავლობენ და რეჟისორები 5. და მე მგონია, მე ეხლა კი მეძახიან, როგორც გურამ საღარაძე მეძახის ადოლფ ჰიტლერ, როგორ ეძახის, ადოლფ ვისარიონოვიჩ ბერია. კი ასეთი სახელი გამithქვა და ყველგან ასე გეკითხებიან ამ შეკითხვას, რომ ასეთი ტირანი ხართო და დიქტატორი. და ყოველთვის მახსენდება ტოსტონოგოვის დედით ქართველი ცნობილი რეჟისორი, დიდი რეჟისორი რუსი, რომელიც ამბობს, რომ თეატრი ეს არის დიქტატურა, ოღონდ თვით დაბრალებული დიქტატურა ამბობს. როცა მსახიობი მიდის ამ დიქტატურაზე თავის ნებით. ეხლა არც ძალიან დიდი დიქტატორი ვარ, როგორც მეჩვენება, შეიძლება სხვები სხვანაირად ამბობენ, იმიტომ თეატრში არის გარკვეული ხალხი, რომელსაც ჩემი დაბრუნება შეიძლება არ უნდოდეს. მე ასე მეჩვენება. მოახერხებთ მათთან გამონახოთ საერთო ენა? ვებგოდი კი. იმიტომ ესენი ყველა ყოფილი ჩემი მეგობრები არიან. ანუ ბრუნდებით ძალიან მშვიდობიანი გეგმებით, ურთიერთობებთან დაკავშირებით. არა, მშვიდობიანი გეგმებით ვერ დაბრუნდები, იმიტომ რომ თეატრი ახლა საერთოდ სოფლიო თეატრი იმყოფება ძალიან ისეთ გზაჯვარედინზე. და ისე დადგმა, როგორც ჩვენ ვდგამდით, უბრალოდ აღარ შეიძლება, იმიტომ რომ სოფლიო ჩადის რაღაც ისეთ უცნაურ ექსპერიმენტებს. ის მთლიანად იმას მე ვერ გადმოვიტან, იმიტომ მე მაინც თეატრი მიყვარს თავისი გარკვეული ტრადიციებით და მithomets ქართული თეატრი. მაგრამ რაღაცა უნდა უსათოდ შემოვიდეს ჩვენთან. ეხლა ეს ორი სპექტაკლი რუსეთის, რომელიც მე ჩამომაქვს, მე მეჩვენება რომ რაღაცა პატარა დეტალები არის მასში, რომელიც შეიძლება გავზარდო. და თეატრს მე 50 წელი მუშაობ და უფრო გამიოლდება ამის გაკეთება, ვიდრე ეხლა რუსეთის მსახიობებთან. იმიტომ რომ იქ მაინც მათი ტრადიციები ეროვნული უფრო სხვა არის. მარია კალაში თუ იქნება გარკვეული ინოვაციები, ველით ამ დადგმას ნოემბერში უნდა ყოფილიყო პრემიერა აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის. ალბათ უნდა იყოს, მე ასე ვფიქრობ, რაღაც გია ყანჩემ კომპოზიტორმა შემოთავაზა რაღაც ისეთი უცნაური იდეა, რომელიც შესაძლოა, აი შეიძლება ცოტა ვფიქრო, რომ ცოტა აფრენენო, მაგრამ მე მგონია, რომ თეატრში თუ არ არის ისეთი ბოლოდნელობა, რომელსაც შენ არ ელოდები, მაშინ ჯობი არ წახვიდე თეატრში, წაიკითხო, ეს უფრო მეც მოგცემ შეიძლება. ახლა შექსპირის სახში რო წავიკითხო, თქვენ რო წაიკითხო და ნებისმიერმა უბრალო ადამიანმა მაინც დგამს იმ სპექტაკლს, ესე იგი თავის მაშინ გონებაში ის რეჟისორიცაა და მსახიობიც. და თუ მოვიდა თეატრში და ნახა ის თავისი ინტერპრეტაცია, მას არც ისე მოეწონება, ის ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა შესთავაზოს თეატრმა ახალი. ხო და უსათოდ უნდა იყოს, მე მგონია ისეთი დრო დადგა, რომ ყველა ცდილობს
შეიცნოს სხვა კაცის სხვა შეხედულება, იმიტომ სოფლიო არ წარმოადგენს რაღაც ერთ სტანდარტებს. და ალბათ იქნება. ხშირად საუბრობდით, ჩვენც გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანების მეტამორფოზა, როდესაც ისინი მოირგებენ გარკვეულ სავარძლებს. დღეს მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება, საზოგადოება გახდა ძალიან აქტიური. ისინი აქტიურად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს, პრაქტიკულად ერევიან ხელისუფლების გადაწყვეტილებებში კარგი გაგებით, რასაკვირველია. რამდენად მოგწონთ ეს იმ თვალსაზრისით, რომ მეტად კონტროლირებადია ხელისუფლება და შესაძლებელია ამით ნაკლები შანსი აქვს თანამდებობის პირებს, რომ განიცადონ მეტამორფოზა და შეერწყან თავიანთ სავარძლებს, ისე რომ საზოგადოებისთვის ეს არ იყოს არაფერი დადებითის მომტანი. მე ძალიან მომწონს ეს, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ, სადაც ცეკას მდივანი თუ რაიკომის მდივანი წყვეტდა თვითონ ყველაფერს. ეს გაძლიერდა ბოლო 9 წლის მანძილზე. ხალხს არაფერს არ ეკითხებოდნენ, ჩადიოდნენ რაც უნდა, აშენებდნენ რასაც უნდა, ჩამოყავდათ ვინც უნდათ და ხალხი დაიბნა, იმიტომ რომ ხალხს აქვს ძალიან დიდი უფლებები. ხალხი ხირაობს იმ ხალხს, რომელიც მერე უძღვება ამ ერს და ამიტომ ხალხი ხდება ნელ-ნელა რომ რა როლი აქვს მას საზოგადოების მშენებლობაში. ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ უბრალოდ ხალხი ხდება რომ მას აქვს დიდი უფლებები და ყველაფერი კი ამბობდნენ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი აგერ პოლიციის შუშის შენობებმა გაგვაგიჟეს, მაგრამ რა ხდებოდა სარდაფებში ჩვენ არ ვიცით, ხო? ნუ ნაწილობრივ ნახეთ. ხო და ამიტომ მე ძალიან დიდი მომხრევა რომ საზოგადოება იყოს ასეთი აქტიური. თქვენ თუ იქნებით ასევე კონტროლიური ბრჭყალებში, თქვენი სპექტაკლების საშუალებით, თუ იქნებით კრიტიკული ახლანდელი ხელისუფლების მიმართაც? ისეთ ვერ გეტყვით. თუ ჩათვლით რომ გაქვთ რასაკვირველია კრიტიკის საფუძველი. არ ჯერჯერობით არ მაქვს, ცოტა დავაკვირდები და თუ რაღაც მოხდა ჩემი ტემპერამენტი და აზროვნება რასაკვირველია ისევ გაელაშქრებს ყველა თან ძალადობის წინააღმდეგ, ყოველნაირ ძალადობის წინააღმდეგ და უსამართლობის წინააღმდეგ. ეს ეტყობა უკვე გენეტიკურადაა ჩადებული ჩემში და ამას ვერაფრით ვერ უშველი. ნუ რა ვქნა ასეა და ჯერ არაფერი პრობლემა არ აქვს და შემიძლია ვილაპარაკო სუფთა ხელოვნებაზე დავუშვათ. მარია კალასზე, შესანიშნავ მომღერალზე, თუმცა იქაც არის გარკვეული პრობლემები ისეთი რომელიც ჩვენთვისაც ახლოა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ თქვენ. დაბრძანდით 2 წუთით. რობერტ სტურუა იყო ჩვენი სტუმარი, ის პასუხობდა მთავარ კითხვას. რამდენიმე წუთში ხათუნა ლაგაიზდესთან ერთად ახალი ხელისუფლების ახალგზავნილებს შევაფასებთ. ხათუნა ლაგაიზდე უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობის ალბათ. რა თქმა უნდა ვისაუბროთ დღევანდელი პრესკონფერენციის გარშემო, სადაც გაისმა პრემიერ-მინისტრის ახალი მთავარი გზავნილები, რაც შესაბამისად არის ახალი მთავრობის გზავნილიც. თქვენი შეფასებით რა იყო ყველაზე მთავარი დღეს? ბევრი რამ იყო მთავარი, უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ ფორმით. ამ პრესკონფერენციის ჩვენ ფაქტობრივად 9 წლის მანძილზე მსგავსი აღარაფერი გვინახავს, როდესაც ქვეყნის პირველი პირი, რეალურად პირველი პირი მზად არის იმისათვის, რომ ფართო მასშტაბიანი პრესკონფერენცია ჩაატაროს და იქ არ შეარჩიოს ჟურნალისტები იმის და მიხედვით, ვინ იქნება მის მიმართ ლოიალური ან ნაკლებად ლოიალური. ანუ ეს ასე ვთქვათ 9 წლის განმავლობაში პირველი გარღვევა იყო ქვეყნის მმართველი პირის სტატუსით. გარდა ამისა იყო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობას ვერ დავიცავ, მაგრამ შევეცდები მათგანი მოვიცვა. დავიწყოთ მაგალითად პრემიერ-მინისტრის გადადგომა არ გადადგომის თემით ის აქამდე მკაფიოდ ამბობდა, რომ უნდა გადადგეს წელიწად ნახევარი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. მან დააკონკრეტა კიდეც თარიღები, თუმცა დღეს თქვა, რომ თუ თქვათ ეჭქვეშ დადგება დაპირებების შესრულება არ შესრულების საკითხი და საერთოდ თუ კი დადგება ამის საჭიროება, ის აღარ გადადგება. ანუ მან შეცვალა თავისი ერთ-ერთი დაპირება
შეგვიძლია ალბათ ამას უწოდოთ. აი ეს კონკრეტული გზავნილი რას ნიშნავს ერთი მხრივ საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ დასავლეთისთვის. მანამდე ვიდრე ბიზნეევანიშვილი ამბობდა რომ ის გადადგება, ასევე ორად იყო აზრები გაყოფილი, იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამბობდა რომ აი რა კარგია, იმიტომ რომ აქამდე ვინც მოდიოდა წასვლა ხელისუფლებიდან აღარ უნდათ. მეორე მხრივ იყო უფრო მეტად დასავლეთის პოზიცია, რომ თუ ადამიანი მოდის ხელისუფლებაში და იღებს პასუხისგებლობას, მან ეს ტვირთი უნდა ატაროს ბოლომდე. შესაბამისად, დღევანდელ მესიჯს რა რეაქცია შეიძლება მოყვეს? ძალიან საინტერესო იყო ამ ხრივაც დღევანდელი პრესკონფერენცია და მან აღნიშნა ის სტატია, რომელიც მოიხსენია, მე მეკუთვნოდა, როდესაც მან თქვა, რომ ანუ მე მივდივარ, ესე იგი ნიშნავს რჩევი პოლიტიკაში და იქ იდგა სწორედ ეს დილემა, ანუ წელიწადნახევრის შემდეგ იმ შემთხვევაში თუ ის დატოვებდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, რა პოლიტიკურ ლანდშაფტს დატოვებდა ქვეყანაში. განსაკუთრებით სოციალური ეკონომიკური დაპირებების, სამართლებრივი სისტემის რეფორმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას ედგა ხარ წლის განმავლობაში, რომელიც დღესაც რჩება მწვავედ, არის სწორედ პოლიტიკური ლანდშაფტი, ანუ როგორი პოლიტიკური აქტორები არიან, როგორი პოლიტიკური სუბიექტები არიან დღეს და შეძლებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი დარჩენილ წელიწადნახევარში ისე შეეცვალა ეს პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ დაეტოვებინა მყარი და სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც გამორიცხავდა ნაციონალური მმართველობის მსგავსი მმართველობის მობრუნებას ხელისუფლებაში. ჩემთვის მთავარი იყო ეს ამ წელიწადნახევრის მანძილზე მთავარი გადასაწყვეტი ამოცანა და დღემდე რჩება ეს ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილის ეს ახალი გადაწყვეტილება უფრო პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებს მისი მხრიდან სწორედ იმ თვალსაზრისით რომ მან როგორც ჩანს სხვა რაკურსით გაიაზრა სწორედ ეს თემა იმიტომ რომ მისი გადადგომა ემთხვეოდა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს მე ვიტყოდი საპარლამენტო არჩევნების მერე იმიტომ რომ სწორედ იმ არჩევნებზე ფაქტობრივად ასპარეზზე უნდა გამოვიდეს ახალი პოლიტიკური სუბიექტები ან ძველი პოლიტიკური სუბიექტები ახალი სახით. დაუშვათ რა ფორმით მივიდოდა იმ არჩევნებამდე ქართული ოცნება ერთიანი სახით თუ სხვადასხვა შემადგენელი პოლიტიკური სუბიექტებით იმ პირობებში როდესაც არ გვყავს რეალურად ოპოზიცია იმიტომ რომ მას არ აქვს მორალური უფლება საზოგადოებას ეურთიერთოს და იყო უამრავი თემა რა ფორმით ჩამოყალიბდებოდა საკანონმდებლო გარემო შეძლებდა თუ არა ის უზრუნველყოფას ისეთი პოლიტიკური სივრცის როგორცაც ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა ეს კითხვები ეკიდა ჰაერში გარდა ამისა იყო მეორე სუფთა ესეთი გნებავთა ემოციური мотиваცია დაარქვით მაგრამ რა ძალიან დიდად მოქმედებდა თუნდაც მის მხარდამჭერებზე გნებავთ იგივე პოლიტიკურ სივრცეში ანუ წელიწადნახევრის მერე ის ადამიანები რომლებიც მის გვერდით მოიაზრებდნენ თავს უკვე ვეღარ ხედავდნენ ამ პოლიტიკურ მომავალს ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვალსაზრისით მე მისი ეს განცხადება ერთის მხრივ აღვიქვი როგორც დავუშვათ პასუხისმგებლობა მისი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ სივრცეზე და პროცესებზე რომელიც უნდა განვითარდეს 2014 წლის შემდეგ თუმცა მეორე მხრივ შეიძლება ეს აღიქვან ისე როგორც დავუშვათ საკუთარი დანაპირებების ზე უარის თქმა საზოგადოების ნაწილი და გნებავ დასავლეთის ნაწილი ამას ასედაც შეაფასებს ნებისმიერ ყველა შემთხვევაში პოლიტიკაში მედალს ორი მხარე აქვს ხოლმე და ასე უნდა შევხედოთ ამასაც თუმცა აი ეს დარჩენილი წელიწადნახევარი გვიჩვენებს რა უფრო გადაწონის ის რომ მან ფაქტობრივად პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის მომავალზე 2014 წლის შემდეგაც და პოლიტიკურ ლანდშაფტზე ქვეყანაში თუ ის რომ მან ამ შემთხვევაში დაუშვა მას ხომ ცალსახად არ უთქვამს რომ ის რჩება მან თქვა რომ თუ მე ვერ შევძლებ ჩემი დანაპირებების შესრულებას ამ შემთხვევაში მე დავრჩები და მე წავალ პოლიტიკიდან მხოლოდ გამარჯვებული და ყოველ შემთხვევაში მან დაუშვა ის რომ მან შეიძლება გამარჯვებას ანაცვალოს საკუთარი პირობის შესრულება თუმცა აი როგორი იქნება ეს გამარჯვება ეს გადაწონის შემდეგ უკვე ყველაფერს რამდენიმე მესიჯი იყო რაც უკვე გახდა პიარის საფუძველი პოლიტიკური ოპონენტებისთვის გულისხმობ ნაციონალურ გუნდს მათ შორის ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მთავარი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ტარიფების შესახებ მან თქვა რომ ის უარს ამბობს განახევრებაზე რადგან ეს უბრალოდ ვერ მოხერხდება და თავის დროზე არასწორად იყო ფასწარმოქმნა დათვლილი ამჟამინდელი ტარიფის თუმცა მას შემცირებაზე უარი არ უთქვამს აქ განახევრებაზე იყო საუბარი
როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ როგორ აღიქვა ეს? გასაგებია პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა, მაგრამ საზოგადოებისთვის რას ნიშნავდა ეს მესიჯი? ერთი მხრივ ის, რომ ყველა ელოდა მართლაც ტარიფის სწრაფ განახევრებას და პასუხი არის, რომ ეს არ მოხდება, თუმცა მეორე მხრივ პირველად მივიღეთ გულწრფელი ახსნა იმაზე, თუ რატომ შეიძლება არ შესრულდეს დაპირება, იმიტომ რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვახსოვს იგივე მთავრობის გეგმები 10 წლიანი, 7 წლიანი და ასე შემდეგ, რომელთა განხორციელება თუ არ ხერხდებოდა ბოლომდე, არამედ დაწყებაც არ ხდებოდა, მაგრამ პასუხი ამასთან დაკავშირებით პასუხს საერთოდ ვერ იღებდა საზოგადოება, რატომ ვერ იწყებოდა ან ვერ სრულდებოდა ეს გეგმები. ესეც ის შემთხვევა, როდესაც ორი მხარე უნდა განვიხილოთ. ერთის მხრივ არამხოლოდ ამ საკითხში, ბევრ სხვა საკითხში ბიზნე ივანიშვილმა ფაქტობრივად საკუთარი თავი წარმოაჩინა იმ ადამიანად, რომელსაც არ ეშინია საკუთარი შეცდომების აღიარება, მისი გუნდის შეცდომების აღიარება, აი ესეთი ფართო აუდიტორიის წინაშე, რაც ასევე ნოვაციაა ჩვენთვის და კარგი რატომ არის, იცით ეს, იმიტომ რომ ადამიანმა თუ ვერ დაინახა რომ ის ცდება, რა თქმა უნდა ის გამოსწორების, ამ შეცდომის გამოსწორების გზებსაც ვერ დაინახავს და ვერ დასახავს, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე უარყოფითი და ესეც უნდა აღინიშნოს. ახლა მოვიდეთ სხვა გადასახედიდან შევხედოთ, ხო? მაშინ რატო გაიცემოდა ასეთი დაპირებები? ესე იგი არ იყო სწორად დათვლილი. მე მესმის ისიც რომ მათ მაშინ ხელი არ მიუწვდებოდათ რეალურ დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც თუნდაც იმ ხელშეკრულებაზე, რომელმაც გარკვეულწილად შეაყოვნა ტარიფის ხელი შეუშალა ტარიფის განახევრებას და ეს რა თქმა უნდა იყო სუბიექტური ხელის შემშლელი ფაქტორები, მაგრამ საზოგადოებაში ესეთი მსგავსი კითხვები დაიბადება და ამ კითხვებისთვის და ამ კითხვებზე პასუხებისთვის ახალი ხელისუფლება მზად უნდა იყოს აუცილებლად. რატომ ვერ აიხსნა ეს? რატომ შეიქმნა ასეთი მოლოდინი? მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას ყავდა უზარმაზარი ეკონომიკური გუნდი, რომელიც მუშაობდა ეკონომიკურ პროგრამაზე და როდესაც აცხადებდა ქართული ოცნება თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ტარიფების განახევრებას, ეს ადამიანები ვალდებულნი იყვნენ, დამჯდარი იყვნენ და დასაბუთებული ახსნა მოეძებნათ ამ დაპირებისთვის, იმიტომ რომ ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ბიზნე ივანიშვილი ცდილობდა, რომ მინიმალური დაპირებები გაეცა და მისი დაპირებები ყოფილიყო აბსოლუტურად მყარ რეალობაზე დაფუძნებული და არა პოპულიზმზე და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ესეთ ასევე პიარის ობიექტი გახდა ბიზნე ივანიშვილის გამონათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ მასშტაბურმა ამნისტიამ შესაძლოა რაღაც ეტაპზე გაზარდოს კრიმინალი. და საზოგადოებას თხოვა, რომ გაგებით მოეკიდნონ ამას. თუმცა მეორე მხრივ არის, თქვათ, ციხების გადატვირთულობა, არის უკანონო პატიმრები, ანუ რეალური მიზეზები იმისთვის, რომ ამნისტია მართლაც საჭიროა და მართლაც უნდა განხორციელდეს. რა გამოსავალს ხედავთ ამ შემთხვევაში? იმისთვის, რომ ტკივნეული არ იყოს ეს პროცესი. იცით რა, ამ შემთხვევაში მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ეს პროცესი იქნება გაცილებით ტკივნეული, ვიდრე ტარიფების თემა. იმიტომ რომ ტარიფების თემაში კიდევ შეიძლება საზოგადოებამ გარკვეული არგუმენტები მიიღოს, მაგრამ იმ დროს თუ კრიმინალმა, იმ შემთხვევაში თუ კრიმინალის დონე სერიოზულად დაიწია, მე ამ თავითო შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება სერიოზული იმედგაცრუება და სერიოზული პროტესტი მოყვება ამ საზოგადოების მხრიდან. მე მესმის ისიც, რომ ეს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შესაძლებლად ის, რომ ეს განხორციელდეს მაქსიმალურად სწორად იმისთვის, რომ მართლაც შეიძლება იყოს ცალკეული შემთხვევები კრიმინალის, მაგრამ არ გადაიზარდოს ეს სიტუაციის გაუარესებაში ზოგადად. თუ კი სწორად განხორციელდება, ამას გულისხმობ. არა, სწორად უნდა ამისათვის მე ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა გაკეთდეს აჩქარება. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან პატიმრობაში, მაგრამ იმ ადამიანებისაც მესმის და ეს ადამიანები ეს გაცილებით ფართო ნაწილია საზოგადოების, რომელიც დღეს შიშით უყურებს ამნისტიას დამერწმუნოთ, ასეთი ძალიან ბევრია. და ამიტომ აჩქარება არეგების, აჩქარება ამ შემთხვევაში დროის სწორი შეგრძნება პოლიტიკაში არის
გადამწყვეტი ხშირ შემთხვევაში და ახლაც გასაგებია მიზეზი და მიზანი კეთილშობილია ამის ამნისტიისა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დროში ცოტა უფრო ხანგრძლივი პროცესი უნდა იყოს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ კრიმინოგენული სიტუაციის მკვეთრი ავარდნა ზემოთ. კიდევ ამბობ, იმ სიტუაციაში, როდესაც ასეთი ჩასაფრებული ფაქტობრივად პოლიტიკური ოპონენტი კი არა, პოლიტიკური მტერი ყავს დღევანდელ ხელისუფლებას, იმ სიტუაციაში, როდესაც ეს პოლიტიკური მტერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასავლეთის საინფორმაციო სივრცე გააჯეროს მრუდე და არასწორი ინფორმაციით, რაც უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს ინტერესს ურტყამს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, ამ სიტუაციაში საზოგადოებისთვის რეალური საბაბის მიცემა, უკმაყოფილებს რეალური საბაბის მიცემა, მე ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა გონივრული და ამისათვის უნდა შეიმუშავდეს ძალიან სწორი კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებითაც შემდეგ განხორციელდება ამნისტია, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ის პროცესი, რომლის უკან მოbrunებაც ყველაზე რთულად მოსაგვარებელი იქნება ხელისუფლებაში ახალმოსული ძალისთვის. სისტემაში ასევე კადრების გადარჩევის პროცესია პრინციპში. და იქ ხვდებიან მიდიან ძველი ხელმძღვანელები, ინიშნებიან ახლები და შესაძლებელი არ იყოს მთლადმზად სისტემა. ამასაც გულისხმობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ამნისტიის კიდევ ერთ რაკურსს მინდა შევეხო, რამაც ჩემში პირდაპირ მინდა გითხრათ ძალიან დიდი ესეთი პიეტეტი გამოიწვია, როდესაც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი იმაზე, რომ ამ დაჭერებზე და პასუხისგებაზე წინა ხელისუფლების და ის ამბობდა, რომ პროკურატურა წალეკა განცხადებებმა იმ 10,000-ობით ოჯახის, რომელიც მართლაც დაზარალდა წინა ხელისუფლების დრო სხვადასხვა ფორმით და სამართლიანობა მოითხოვს ამ ადამიანებისთვის თაკუთრების დაბრუნებას, სამართლის აღდგენას და ვერც ერთი დასავლური სახელმწიფო და ვერავინ ვერ აიძულებს ამ ადამიანებს, რომ არ მოითხოვონ სამართლიანობის აღდგენა. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ დაუშვას თავის ქვეყანაში ის, რომ 10,000-ობით ფაქტობრივად რეპრესიას დაქვემდებარებული ადამიანი მოითხოვდეს სამართლის აღდგენას და სახელმწიფო ამაზე უარს ეუბნებოდეს, მაგრამ იმისათვის, რომ ამან არ მიიღოს მასობრივი ხასიათი, რაც მეორე კატასტროფამდე მიგვიყვანს, როგორც ჩანს, ამისათვის იძებნება ახალი ფორმა და ძალიან საინტერესო ფორმა ამნისტიის, ოღონდ არ აგვერიოს იმ ამნისტიაში. და მან თქვა, რომ მუსუფაშვილთან ერთად განვიხილავ ამ თემასო, რომ ის დაისაჯონ წინა ხელისუფლებიდან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ატარებდნენ, ანუ მინისტრები, მათი მოადგილეები და ასე შემდეგ, ხოლო ისინი, ვინც შედარებით დაბალ საფეხურზე იდგნენ და შემსრულებლები ან იყვნენ და რეალურად ისინიც ისეთივე მსხვერპლი არიან იმ რეჟიმის, როგორც დანარჩენი საზოგადოება, მათ მიმართ განხორციელდეს ამნისტია, ანუ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ციხეში ჩასმას, ასე ვთქვათ, ადამიანურ ენაზე ვთქვათ, გადაურჩნენ, მაგრამ შეიძლება სხვა შეზღუდვა დაწესდეს, ვთქვათ, თანამდებობაზე გარკვეული წლით მუშაობის აკრძალვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური აქტი და ესეც რადიკალურად გამოარჩევს დღევანდელ ხელისუფლებას წინისგან, იმიტომ რომ თუ ჩვენ შედარებას გავაკეთებთ, რომ ნულოვანი ტოლერანტობა წინა ხელისუფლებისა და სრულიად ადამიანური მიდგომა და გაგება იმ პროცესების, რომელიც დღეს საზოგადოებაში ტრიალებს და მან მოუწოდა იგივე მათ, ვინც სხვა საართვა ქონება და დღეს ამ ქონებით სარგებლობს, იმისათვის, რომ თავი აერიდოს ასეთ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ თავი აერიდოს ასეთ მასობრივ დევნას ადამიანების, სრულიად სამართლიანს, მაგრამ მაინც იქნებ მათ გამოიჩინონ კეთილინება და გონიერება და თავად გახდნენ ინიციატორები ამ პროცესის, ან ქონების დაბრუნების თუ სამართლის აღდგენის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც იყო ერთი ძალიან საინტერესო მესიჯი აი ამ მის ფონზე, თუმცა ის რაც გამოარჩევდა კიდევ მთლიანობაში დღევანდელ პრესკონფერენციას იყო აი აბსოლუტური გულწრფელობა და გახსნილობა პოლიტიკოსისთვის უჩვეულო ზოგადად გულწრფელობა და გახსნილობა ჟურნალისტებთან. მე შემდეგ სამწუხაროდ არ მქონდა იმის საშუალება თვალი მედევნებინა როგორი რეაქცია მოყვა ამას მედიით და ოპონენტებიდან და მე დარწმუნებული ვარ დასავლეთის მხრიდანაც იქნება გამოხმაურება, მაგრამ ერთი რაზეც მე მინდა გავამახვილო ყურადღება და რაც სამომავლოდ უნდა იქცეს მნიშვნელოვან ქვაკუთხედად ახალი ხელისუფლების ეს გახლავთ საგარეო პოლიტიკა, იმიტომ რომ აი განვლილი ერთი თვის განმავლობაში გამოიკვეთა
რაღაცა ნიშნები იმისა, რომ თურქეთთან ურთიერთობებს სჭირდება სერიოზული გაფრთხილება, იმიტომ რომ დაძაბულობის გარკვეული კერა შეიძლება გაჩნდეს, ასევე აზერბაიჯანთან ურთიერთობაში ჩვენ უნდა მოვერიდოთ მაქსიმალურად პრობლემების შექმნას. პრემიერ-მინისტრის მოკვე დაგეგმა პრაქტიკულად თეორიულად აზერბაიჯანში ვიზიტი, მან თქვა რომ სავარაუდოდ სწორედ იქ ჩავა, ეს იქნება მეორე ქვეყანა, სადაც ის წავა ვიზიტად. და ეს თავიდანვე აღნიშნა თურქეთთან მისი ასეთი დამოკიდებულება. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ იგივე ევროპულ ქვეყნებთან და ამერიკასთან ურთიერთობები ცოტა უფრო სხვა რაკურსშია გადასაყვანი და მე ამ რაკურსში გულისხმობ ერთადერთს, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაციის უფრო ინტენსიურ კომუნიკაციას. და ერთი რაც აღნიშნა ბიძინა ივანიშვილი, რასაც მე აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა, გახლავთ ის, რომ მან თქვა, რომ მე ინფორმაციის ანალიზისთვის თუ ინფორმაციისთვის ვერ ვიცლიო და ეს ჩანს კიდეც რეალურად და იგნებავთ იგივე საგარეო კომუნიკაციებში. ერთადერთი რაც ყველა ის შეცდომა თუ ლაფსუსი რაც განვლილი ერთი თვის განმავლობაში დაუშვა ამ ხელისუფლებამ თავს იყრის ერთ წერტილში. ეს არის საინფორმაციო და კომუნიკაციური პრობლემები. გნებავთ საზღვარგარეთ, გნებავთ ქვეყნის გარეთ და გნებავთ ქვეყნის შიგნით. ანუ იმ მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც უწევს დღეს ხელისუფლებას, აუცილებლად სჭირდება წინსწრები საინფორმაციო ფონი. საინფორმაციო ფონი, როგორც იარაღი დღევან კარგი გაგებით ხელისუფლების ხელში დღეს არ ჩანს. თუმცა საკმაოდ ინტენსიური იყო შეხვედრები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც პრემიერ-მინისტრის და ამერიკის ელჩის მაგალითად. ზოგჯერ ერთ დღეში ორი შეხვედრაც კი იმართებოდა. ეს გასაგებია, მე სხვა რამეს გულისხმობ. ჩვენ ხშირად გაიგებდეთ საუბარს იმის თაობაზე, რომ რატომ განიცადა ამერიკამ ასე მწვავედ იგივე ნაციონალების მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა, ხო? და ძალიან ბევრი ექსპერტის აზრი ემთხვეოდა ამ შემთხვევაში ერთმანეთს, რომ ამერიკისთვის ეს იყო ერთგვარად პირმშო და ფაქტობრივად ნაციონალებისთვის ნიღაბის ჩამოხსნა გარკვეულწილად ამერიკის იმიჯს სერიოზულად ურტყამდა. ამის გავს რაღაცებს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, იმიტომ რომ ამერიკა რჩება მისთვის პრიორიტეტულ პარტნიორად და შესაძლებელი იყოს სწორედ აი საინფორმაციო ფონი გაკეთებული იყო ისეთი რომ თავად ამერიკისთვის ეს ყოფილიყო ნაკლებ მტკივნეული და მის იმიჯს ნაკლებად შეხებოდა. თუმცა შეიძლება საქმე მივიდეს ძალიან მაღალი თანამდებობის პირებამდე, ქალბატონო ხათუნა, პოლიტიკურ თანამდებობას გულისხმობ. ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ ამის პოზიციონირება თუნდაც ამერიკის თვალში ან ევროპის? თუ კი ეს ასე მოხდება და კრიმინალური ხაზი მივა იქამდე რეალურად გამოძიებიდან გამომდინარე. არა, კრიმინალური ხაზი როგორც ჩანს მივა, მაგრამ ეს უკვე სპეციალისტების საქმეა და განსაკუთრებულ სირთულეს მე ამაში ვერ ვხედავ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მტკივნეული იქნებოდა დასავლეთისთვის ეს, იმიტომ რომ აქ სუბიექტური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ესენი წლებია ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, ურთიერთობდნენ ნაციონალური მოძრაობა და დაუშვათ დასავლეთის პოლიტიკური ელიტები და გარდა სუბთა პოლიტიკური ინტერესისა მათი მხრიდან სუბიექტური ფაქტორებიც როგორც მოგახსენეთ ძალიან დიდ როლს თამაშობს და ამ თვალსაზრისით ისინი ეცდებიან როგორადაც არ უნდა მისაღები გახადო იგივე ამერიკისთვის ხომ ეს ფორმით ეს ყველაფერი რა ფორმითაც არ უნდა შეფუთო მათთვის მაინც მტკივნეული იქნება ეს და გარკვეულწილად ისინი მაინც ეცდებიან რომ ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ჯგუფს აქ პოზიციები შეუნარჩუნონ თუნდაც იმ მილიონების ფასად რომელიც ჩაიდო მათში თუნდაც იმ ფასად რომ ესენი არიან ყველაზე პირდაპირ და სწორხაზოვანი გამტარები იგივე ამერიკის ინტერესის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ეს ტექნოლოგიების, პოლიტექნოლოგიის საქმეა და მე განსაკუთრებულ სირთულეს ამაში ვერ ვხედავ. და როგორც ჩანს ამ გზით მაინც წავა პროცესები, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და აღნიშნა რომ პირველი პირების, ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირების სამართლებრივი, ასე ვთქვათ, დევნის საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში და ამაში გასაკვირი არაფერია. მე ერთი რაც მართლაც მაოგნებს და ჩემთვის არ მიუღებელი, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე. იმიტომ რომ დღესაც კი თბილისის ნაციონალები თბილისის მასშტაბით აგრძელებენ იმავე პოლიტიკას, როგორიც იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, თუმცა გვარების დასახელებას მოვერდები. თბილისის საბავშვო ბაღებში დღესაც კვების პროდუქტების შეტანა შედის ნაციონალების ძალიან მაღალი ჩინების ინტერესებში და ყოფილი მაჟორიტარების
წინა პარლამენტში წარმოდგენილი მაჟორიტარების და ჩვენ შვილებს იქ აჭმევენ, მე ბოდიში მომითხოვია და ლამის გაფუჭებულ ხორცს, ანუ შემოაქვთ გაყინული ხორცი, შემდეგ იმას ალხობენ და ბაღებში შეაქვთ როგორც ცოცხალი ხორცი, იმიტომ რომ ფასი იქ 1/3-ით მაღალია. ეს სქემები დღესაც მოქმედებს. ზუსტ ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? ნებისმიერი საბავშვო ბაღის გამგე დაიბარონ და ისინი ამას დაადასტურებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს სერიოზული ზეწოლის ქვეშ არიან. ფაქტობრივად საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან და ძალიან ბევრი ბავშვი ამის შედეგად ხვდება ბაქტერიოლოგიური და ასე შემდეგ დაავადებების მსხვერპლი და ამ თვალსაზრისით რომ გამოძიება დაიწყოს პროკურატურა, მე თქვენ გეკითხებით და გავიდნენ იგივე მაღალი პოლიტიკური თუ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. მე თქვენ გეკითხებით, იქნება ეს პოლიტიკური დევნა. ამიტომ სასაცილო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ დევნაზე, როდესაც შინაარსი რეალურად კრიმინალურია. და ამას ვიმეორებ, აგრძელებენ ეხლაც კი იმ პირობებში, როდესაც მათ ხელისუფლება არ აქვს. ეს დაუსჯელობის განცდა, მე მგონი, მათ ფსიქიკაში ცოტა სხვანაირად აისახა, იმიტომ რომ სრულიად სხვა ხელისუფლების პირობებშიც კი ისინი თავისუფლებას აძლევენ ამ გზით იარონ. თუმცა ამ სიტუაციაში, ამ ვითარებაში დასავლეთის მხრიდან გაისმის მთავარი მოწოდება იმ შესახებ, რომ უნდა ითანამშრომლოს ორმა პოლიტიკურმა ძალამ. ეს რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ თქვენ? საერთოდ როგორ ხედავთ პერსპექტივას ამ ორი პოლიტიკური ძალის თანაარსებობის, არათუ თანამშრომლობის? თითქოს ჩვენ ალბათ უნდა გამოვყოთ პოლიტიკური ფიგურები და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც კანონმა და არჩევნებმა გაყალბებულად თუ ნაკლებად გაყალბებულად არ გუნა ბედად იყოს ოპოზიცია. მით უმეტეს, როდესაც თუ ჩვენ ვისაუბრებთ ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულ პრობლემებზე, ხო? ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოები არჩეულია სრულიად სხვა არჩევნების შედეგად 2010 წელს და აირჩია რეალურად იმავე ხალხმა, რომელმაც დღევანდელი პარლამენტი. აქედან გამომდინარე, კონსტიტუცია და კანონი ჩვენ გვავალდებულებს იმ ფორმატით დავტოვოთ შემდეგ არჩევნებამდე ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, როგორიც დღეს არის და იმავე ფორმატით იყოს დაკომპლექტებული. თუმცა აქ დგას თავარი პრობლემა, რაც თქვენ აღნიშნეთ, თანამშრომლობის საკითხი. რამდენად მზად იქნებიან ისინი თანამშრომლობისთვის, ეს ერთი და მეორე, არის თუ არა მათში ის პერსონები, რომლებიც ასევე შეიძლება დაექვემდებარონ სისხლის სამართლებრივ დევნას, იმიტომ რომ კონდეთ მსგავსი ტიპის დანაშაულებები ჩადენილი. აი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი დიდწილად გადაწყვეტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბედს. თანამშრომლობას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ისინი თანდათან უფრო გათავისუფლდებიან იმ ილუზიისგან, რომ ნაციონალებმა შეიძლება მოახდინონ რევანში და უფრო წამოვიდნენ თანამშრომლობაზე, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს საკითხი ძალიან ბევრ მათგანთან დაკავშირებით შეიძლება წამოიჭრას და მე რასაც ყველაზე მეტად მივესალმები დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული მესიჯებიდან, როგორც მოგახსენეთ, სწორედ ეს არის, ანუ აი ამ ამნისტიის თემა, რომ საზოგადოების დაახლოებით 10% თუ არ ვიცი რამდენი იყო საჯარო სამსახურებში დასაქმებული ამათგან, რომ დაუშვათ, რომ 2%-იც კი მონაწილეობდა იმ კორუფციულ თუ კრიმინალურ სქემებში, ეს ძალიან დიდი რიცხვია, იმიტომ რომ მათ უკან ოჯახები დგას და ეს შეიძლება 10,000-ობით ადამიანზე გავიდეს და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამნისტიაზე, გასაგებია რომ მათ შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირობითი მსჯავრით შეუცვალონ, მაგრამ დადგება საკითხი იმისა, რომ ისინი ჩამოშორდნენ საჯარო სამსახურს, ხო, გარკვეული წლებით. ამიტომ ძალიან ბევრი კოლიზიის მოწმეები გავხდებით. ჩვენ რომც გვინდოდეს და აუცილებლად უნდა გვინდოდეს კანონს პატივი ვცეთ და მოვიცადოთ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ეს პროცესები, რომელიც თავად საზოგადოებიდან წამოვიდა და ამას ქვია სამართლის მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან, თავისთავად მიგვიყვანს იქამდე, რომ შეიძლება ძალიან ბევრი საჯარო მოხელე გამოეთხოვოს საკუთარ თანამდებობას და დღის წესრიგში დადგეს მათი ჩანაცვლების საკითხი, ასე რომ ძალიან ძნელია, როდესაც ჩვენ დღეს საუბრობთ თანამშრომლობაზე, მე უკვე მე რამდენად მიწევს ამისი აღნიშნა, რომ მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ შეცვალოს თავისი გუნება-განწყობილების თანახმად გნებავთ პრეზიდენტი და გნებავთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მაგრამ ის რეალობა, რომელთაც დღეს საქართველოა, სამწუხაროდ აი ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებისგან შეიძლება გადახვევის აუცილებლობა ვიხილოთ აი იმ ფაქტორების გამო, რა ფაქტორებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა. მთავარ კითხვას ხათუნა ლაგაძე პასუხობდა, მე წინასწარ გილოცავთ გიორგობას, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ხვალამდე გემშვიდობებით.